მაშ მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, გამომწერებო და იუთუბერებო. კიდევ ერთხელ კეთილი იყოს თქვენი ჩემს არხზე შემოგზანება. გავწმინდოთ აქაურობა. პირველ რიგში მადლობა კომენტარებისთვის, ლაიქებისთვის, რომ მეხმიანებით, ნდობისთვის, ასევე პირადში რომ წერთ ყველას თქვენ. და მოკლედ დავიწყოთ. დღევანდელი თემა იქნება მარტისთვის ტენდენციები და საერთოდ რას მოგვიტანს ეს 2026 წლის მარტის თვე. და იქიდან გამომდინარე ავიღე 3 დასტა სხვადასხვა ენერგიის და სხვადასხვა ავტორების. ერთი გაშლა იქნება, მაგრამ პოზიციები რა თქმა უნდა, ერთი პოზიცია იქნება, იმიტომ რომ მარტის თვეა, მაგრამ პასუხები სხვადასხვა. ვისაც გაინტერესებთ, შეგიძლიათ უყუროთ. ესე იგი, რას მოგვიტანს მთლიანობაში ეს მარტის თვე ჩვენ ყველას, ვინც ახლა უყურებს ამ ვიდეოს და შემოსულები ხართ თქვენ ყველასთვის. მარტისთვის ტენდენციები 2026 წლის მარტის თვე. მთლიანობაში როგორი იქნება ეს თვე ჩვენ ყველასთვის. შემდეგ ვიღებ ჩვეულებრივ ტაროს დასტას. მარტის თვე. როგორი იქნება ეს თვე? მთლიანად მარტისთვის ტენდენციები ჩვენ ყველასთვის. ვინც ახლა უყურებს 2026 წლის მარტი. Christ-ის მარტო. რას გვეტყვიან? კარტები. პროგნოზირება, საჯარო გაშლა, მარტის თვე, 2026 წელი. ყველასთვის. მარტის თვე. თუ კიდევ აქ ხართ, ვაგრძელებ. ანუ ნახეთ მარტის თვე. ამოდის მთლიანობაში დაწესებულება, სამსახური, ბიზნესი, სახლი, ანუ კარ-მიდამო, თქვენი აქტიური, ასე ვთქვათ, როგორც ხართ, ენერგია მოდის, ანუ აქ არის მნიშვნელობა იმისი, რომ ჩვეულებრივად გააგრძელებთ, როგორც აგრძელებდით ყველაფერს, მაგრამ უმრავლესობისთვის ამოდის ტრანსფორმაციის კარტი, რაც მე არ მომწონს, ანუ სიკვდილი. აქ ამოდის ასევე მთლიანობაში გაყოფა, გზების გაყოფა. ეხლა მე არ ვიცი, ეს პირადზეა თუ მთლიანობაში ვთქვი, ხო, ტენდენცია მარტის თვე. ეს არის ქვეყნების გაყოფა, დაგსაქსვა. სახელმწიფოების, ადამიანების, ურთიერთობის, ესეთი რაღაცა ამოვიდა და ამიტომ აუცილებლად უნდა ვკითხო და გადავამოწმო. რა ქონდა მხედველობაში? აი ამ გაყოფას და აი ამ, ასე ვთქვათ, სიკვდილს რო გულისხმობს. ანუ რაზეა საუბარი? მარტის თვე. მთლიანობაში ვიკითხე 2026 წელს მარტის თვე. რა იყო მხედველობაში? პირადზე ამოდის. პირადზე ამოდის უფრო. აქ ამოდის
ერთგულების კარტი, მეგობრები, საზოგადოება, ადამიანები, ასევე სიტუაცია ახლობლებთან, სიყვარულის, ანუ ამ შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ პოზიცია, ტრანსფორმაცია, სიკვდილი, ანუ რაღაცა მთავრდება და ახალი იწყება, შეიძლება მეგობრებიც გამოიცვალოთ საყვარელი ადამიანების წრე, ანუ აღარ იყვნენ თქვენთვის თანამოაზრენი ისინი და ვთქვათ თქვენ სხვა აზრზე, ანუ რაღაცა ესეთი ცვალებადობა იქნება და დანაკარგი, ანუ აქ ამოდის არა მარტო ადამიანის პიროვნების თქვენთვის საყვარელის, შეიძლება პირაძია საუბარი, არამედ ისედაც ფინანსური კრიზისი ამოდის. ერთ კარტს დავამატებ კიდე. იმიტომ რომ სხვა კარტებიც მაქვს გაშლილი, სხვადასხვა. ხო, რა თქმა უნდა, აქ არის კარტი, რომელიც ნიშნავს დროებით გაჩერებას და ეს თვე, როგორც ვამბობდი, ვინც მიყურებდა და უყურებთ ჩემ წინა ვიდეოებს, ისედაც მარხვა მძიმე თვეა, დატვირთულია, მძიმე ენერგეტიკული, თავისებური ენერგიებით და ამიტომ რეკომენდირებულია გაწმენდა სულიერი პრაქტიკები, ოჯახში, სახლში, თქვენ საყვარელ ადამიანებთან ყოფნა, ანუ მიანიშნებს სულიერ გაწმენდვაზე. ეხლა რაც შეეხება მეორე დასტას, რო ამოვიღე, ხო, აქ ამოვიდა high price-ის ამოტრიალებული, რაც ნიშნავს, რომ ძალიან ბევრ დამალულ, დაფარულს ამოტრიალებული ამოდის. აი ხდება ფარდა. საიდუმლოს იმას, რასაც ტაბუედო ზოგადად ვამბობ. ის რაც არ გვჯეროდა და არ გვინდოდა რომ დაგვეჯერა და ვეძახდით კონსპირაცია, ფანტაზია, ზღაპრები და ასე შემდეგ. ანუ ყველაფერს აეხდება ფარდა და ანუ გამოაშკარავდება ის რა სიტუაციაშიც აქამდე ვიყავით და ეხლა ვართ, ანუ ზოგადად საუბრობ. შეიძლება ადამიანიც იყოს, იმიტომ რომ აქ ამოდის სევდიანი ადამიანი, რომელიც დაფიქრებულია, ნახე, აი ამ სიტუაციაში თურმე აი არასწორად მოვიქეცი, რომ დაუჯერე, ან რაღაც, აი ესეთი ფრაზები მოდის და ენერგიების გაცვლა გამოცვლა. ანუ ეს მიანიშნებს, ახლა მე ზოგადად ვშლი, ნახეთ, პირადზე როცა სახელი ვიცი ადამიანის თქვენი, ხო, იქ უკვე ამოდის პირადად სიტუაცია. ხა ეს არის მარტო მარტის თვე და შემოვიფარგლე მთლიანად ენერგიებზე, ხო, სიტუაციაზე, გლობალურზე, რაც არის და რაც ხდება ზოგადად. ხო და ბალანსს ითხოვენ, ნახე, უნდა ყველაფერი დაბალანსდეს და ამისთვის რომ დაბალანსდეს ყოველთვის ხდება ქაოსი და ამიტომ ყველა სიტუაციაში თქვენ უნდა ანუ ბალანსი აი ეს ოქროს რაღაცა შუალედი ეძებოთ ადამიანებთანაც, იმიტომ რომ მეტი გაღიზიანება იქნება მანამდეც ვიძახდი. ეხლა აქ არის საომარი კარტი, ესეთი მებრძოლი ადამიანი, რომელიც გამოსულია თავდაცვის პოზიციაშია და იცავს თავს, მხედარი. ცუდი არ არის ეს კარტი, მაგრამ მთლიანობაში ნახეთ, აი ამოდის რაღაცა მთელს, ასე ვთქვათ, ჩვენს ირგვლივ, ხო? The bunch, ანუ ეს არის გულგაცრუების ტკივილის, სევდის, აი რაღაც არასასიამოვნო ამბის გაგება და ვიმედოვნებ, რომ ცეცხლოვანი სტიქია და მოახლოებულია, ასე ვთქვათ, ომები და ვხედავთ რაც ხდება, ცეცხლოვანი ცხენი შემოვიდა, ხო, ანუ 1966 წელს იყო ცეცხლოვანი ცხენის წელი, ყოველ 60 წელიწადში ერთხელ არის, ეხლაც დადგა, ნახეთ, გადავავლოთ ისტორიას თვალი. მეც არ ვიცოდი ხა, საიდან მეცოდინებოდა, მაგ დროს დაბადებულიც არ ვიყავი. თურმე ვიეტნამის და ამერიკის ომი ყოფილა იქ. სხვადასხვა ქვეყნებიც
ახლო აღმოსავლეთის ესეთი ომი იყო რა, ცივი ომი, რასაც ქვია. ჩაბმულები იყვნენ ჩინეთში, რევოლუცია მომხდარა. ლაუდეძუნის წარმომადგენლება მთელი არეულობა იყო. ანუ აქვს ხო რაღაცას მნიშვნელობა, ხო? რაღაცა გავლენა არის, ქონია ესე იგი, ხო? აქაც იგივე სიტუაციაა. იგივე სიტუაცია და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი ფული, რესურსები, ზოგადად ვიძახი ქვეყნებს რაც აინტერესებთ სათავისოდ იმისთვის, მატერიალური საკითხებისთვის, აბა რისთვის იწყებენ ომს პრინციპში. რაღაცა ინტერესი აქვთ, ხო? მიწის სტიქია, ნუ მიწა, ქვეყანა, ადგილი, the place, რაღაც ადგილების მიტაცება, მისაკუთრება, რა ვიცი, ნუ მოკლედ. ეხლა არც პოლიტოლოგი ვარ, არც ისტორიკოსი, მაგრამ ვკითხულობ ინფორმაციას. მაშინ აი რა უნდა გავაკეთოთ ამ 2026 წლის მარტის თვეში, რომ არ შეგვეხოს და ეხა ზოგადად რაც ხდება გლობალურად კი ვიცით, მაგრამ შეგვეხოს ისე რა, აი რო იტყვიან ძალიან ლაითად, აი რა რეკომენდაციას მოგცემენ. ჩვენ, ვინც ახლა უყურებს ამ ვიდეოს და შემოსულები ხართ აქ. ნუ მეტი აქ ამოდის თქვენ ინტუიციაზე დაყრდნობა, ამოდის თქვენი ცხოვრებისეული გზა, სადაც ხართ, სადაც იმყოფებით, ფიქრი, იმედი, გამარჯვება, ანუ ცუდი კარტი არ ამოდის, ძალა ამოდის, ანუ რას ნიშნავს? თქვენ გაქვთ ძალა და უნდა მიენდოთ თქვენ ინტუიციას, გააგრძელოთ იმას, რასაც აკეთებდით, ამ შემთხვევაში ეს არის ცხოვრებისეული გზა, ან გადაადგილება სხვა ქვეყანაში, თუ ეხლა სადმე ისეთ ქვეყანაში ხართ, სადაც რაღაც ხდება, ანუ სამშობლოში დაბრუნება, ანუ მე ესე ვკითხულობ. ხა თქვენი აზრი გაქვთ, მე უბრალოდ ინფორმაციას გადმოგცემ და უფრო მეტად უნდა კეთილგანწყობილი, ანუ ეხა პოზიტიური ყოფნა ასე დროს, როცა ჯვარი გვწერია ჩვენ და ჩვენ ქვეყანას, მაგრამ დრონების მცვენა არ გამოგივათ, რა თქმა უნდა, მაგრამ ამ შემთხვევაში, ხო, როცა არის ესეთი ილუზორული, გაურკვეველი მდგომარეობა, ხო? ვინც ანუ მე ხა ამას ყველაფერს ანალიტიკას ვაკეთებ, ხო, არა მარტო გაშლაა და ეს რას ნიშნავს და ის რას ნიშნავს. აქ არის ანალიტიკური აზროვნება, რომ გამოიტანო აზრი მთლიანობაში რას გეუბნება, ხო? ინფორმაცია რა მოდის. თუ რაღაც გაურკვეველ და ესეთ მდგომარეობაში ხართ, იმაცია, იმ ქვეყნებზეა საუბარი, წამოდით. მე ესე ვხედავ. იმიტომ რომ ორი პერიოდი ამოდის, დრო მანძილი ამოდის და ამბები, რომელიც ჯერ არ დასრულდება, ანუ გაგრძელდება სავარაუდოდ ეს სიტუაცია, რაც ხდება ჩვენს ირგვლივ, ხა ქვეყნებში ვიძახი. იმ ქვეყნებში, სადაც ხდება წითელი ზონა. არ მინდა ეხა ის სიტყვები ვთქვა, მაინც YouTube ალგორითმი კითხულობს და რო არ დამბლოკოს, როგორც ამას წინათ ბლოკავდა ის რო იყო პანდემიის შავი ჭირის პერიოდი. და ამოდის გამარჯვების კარტი, ანუ ყველა ვარიანტში მიეყრდენით თქვენ ინტუიციას, უფრო მეტად შეინარჩუნეთ პოზიტივი, იმიტომ რომ შიში ამ დროს, ანუ ნახეთ, რო გეშინია მაგ დროს ისედაც იმუნიტეტი ხო ვარდება, ეს ერთია. მერე გეფანტება გონება, გაურკვეველ მდგომარეობაში ვარდები, არ იცი რა მოიმოქმედო და ამ შემთხვევაში ესეთი პასუხია, რომ რაღაცნაირად უნდა გადაერთოთ პოზიტივისკენ, ანუ არ უყუროთ ამ ახალ ამბებს, ამ უარყოფით ესეთ ნეგატიურ ინფორმაციას, იქ ჩამოაგდეს, აქ ეს ააფეთქეს, იქ ანუ გესმეთ ხა ეს მთელი მეინსტრიმ მედია, რომელი ქვეყნისაც არ უნდა იყოს, რუტრირებს და ანუ აი თავისი ეს ხა
ხო გესმით არა პროპაგანდაა თუ რა არის ფაქტია რომ აი ეს მათი აი ესეთი სიხშირე, მათი სიხშირე დაბალ ვიბრაციული და ნეგატიური, რაც მოქმედებს ყველაზე. და მით უმეტეს აი ახლანდელ სიტუაციაზე. მე ახლა ძალიან ბევრი ინფორმაცია მაქვს. ნახეთ, მაქვს, იმიტომ რომ მე წლების განმავლობაში სულიერ ცხოვრებას ვეწეოდი და ვკითხულობდი წმინდა მამების გამოცხადებებს და მე თვითონ ვარ სულიერი ადამიანი და აგერ წიგნიც მაქვს გადმოღებული. ქვეყნიერების აღსასრული აპოკალიფსი. რა ელოდება მსოფლიოს. ეს წიგნი არის რამოდენიმე წმინდა მამების კრებული ერთად აღებული წმინდა იოანე კრონშტანტელის, წმინდა კოსმა ეტოლიელის და წმინდა ბერი მამა პაისი ათონელის. მაშინ არ იყო წმინდანად შერაცხული. ეს გამომცემლობა რომ და აქედან ანუ ნახეთ ამათ რო თავი დავანებოთ თქვათ არ ხარ მორწმუნე მართლმადიდებელი და არ გწამს ხო იმიტომ რომ ის პანდემია ბრჭყალებში შავი ჭირი რო იყო ხო 2019 და 20 წელს რაც მოახდინეს ყველაფერი წერია ამ წიგნში და მე ვიძახდი ვამბობდი ამათ წმინდა მამების დაყრდნობით ხო სხვადასხვა პერიოდში ცხოვრების ტარეცი ბერი წმინდა ბერები რას ღვთიდან მინიჭებული აი ამ ხედვით რას აფრთხილებდნენ ხალხს ხო და მრევლს მაგრამ ну რა ვიცი არ წამდა უმრავლესობას სასაცილოდ მიგდებდნენ პირადად მე კომენტარებში სოციალურ ქსელებშიც რომ წერდი ანუ მეზღაპრე ხარ ჩამორჩენილი ხარ ბნელი ხარ და რა ვიცი კიდე რას ანუ ეს მათი პრობლემაა საბოლოო ჯამში ხო გავიგეთ როგორი დიდი აფიორაც მოაწყვეს და გინდა იმ ასე ვთქვათ როგორ თქვა ისე რომ ანუ YouTube-მა არ წაიკითხოს საჩხლეტი ისინი რო ქონდათ გამზადებული ვითომ ამ შავი ჭირის საწინააღმდეგო დასაცავი ისინი რა ქვია ნემსები თურმე როგორი დიდი იმის ქვეშ ანუ გესმით რა ხდება პროპაგანდა როგორ ურეცხავს ტვინს ადამიანებს იმიტომ უნდა გიყვარდეს წიგნები იმიტომ რომ ყველაფერი წერია წიგნებში და ცოტათი მაინც ინტერესდებოდე არა მარტო ხა მე წმინდა მამების წიგნი ამოვიღე იმიტომ რომ ეს უტყუარია და ყველაფერი ისე სრულდება და იმ ქრონოლოგიით რაც ამ წიგნში წერია და ძალიან ბევრი რამე წერია ყველაფერი წერია რაც მოხდება ეს ეხლა დასაწყისია პროცესია ჯერ ხო და ავიღოთ სხვა წინასწარმეტყველებები ვანგას რო ვამბობ ედგარ კეისის რო ვამბობ ну იყვნენ კიდე სხვებიც ვისაც ამ დროზე და ამ ეპოქაზე აქ ნათქვამი და კიდევ ერთხელ ვიძახი და ვიმეორებ ვერ გადარჩები ამ დროში თუ არ იქნები რწმენაში გაძლიერებული თუ ღმერთთან არ გექნება კავშირი ღმერთი ერთია ვიცით შემოქმედი ერთია და ელემენტალური ის სამყაროს კანონები და ღვთიური კანონები უნდა დაიცვათ ადამიანმა და კონდეს რწმენა ურწმუნო ადამიანი ათეისტი ადამიანი ვისაც არ ჯერა არაფრის პრაგმატი რო იტყვიან თეორეტიკოსებს და კონსპიროლოგებს რო გვეძახდნენ ჩვენ დღეს ხო თქვენ გეკითხებით ყველაზე არა მაქვს ხა საუბარი ხო შეიძლება ესეთი შემოვიდეს ხა და შეხედოს ამ ვიდეოს და უყუროს თუ აქამდე რა თქმა უნდა მოვა აი მაინტერესებს უბრალოდ თქვენი აზრი რა წერია იოანე მახარებლის გამოცხადებაში აპოკალიფში კუნძულ პატმოსზე რო იყო და ის ნუ ხა იმ ენაზე თქმული და იმ საუკუნეში ცოტა ძნელია ხო იმის
გადმოტანა და აღქმა, მაგრამ ხუარი განხილვაც არის. ამ თანამედროვე ენაზე აგერ წმინდა ბერების სხვადასხვა საუკუნეში მყოფნი ამას ძალიან კარგად განიხილავენ და ძალიან კარგად თანამედროვე ენაზე ვიძახით და ამბობენ, რაც იქნება, როგორც იქნება და ვინც აპირებს შემოსვლას და რატომ მზადდება ეს ყველაფერი. ახლა დავარქვათ, იმათ აწყობთ, ამათ აწყობთ, როგორც არ უნდა ვთქვათ, სრულდება, ხო? სრულდება, ფაქტია. მიდის ყველაფერი ქრონოლოგიურად. აქ ეხლა ორი სიტყვით შემიძლია გითხრათ, იმიტომ ძალიან დიდი ინფორმაციაა. ლექციას ვერ წავიკითხავ, ხო? აქ არის ნახსენები იმაზე, მნიშვნელოვანი რაც არის, რომ ეს პროცესი დაიწყო, როცა გაიგებთ ირანი, ისრაელი, ირანი არა აქვს მნიშვნელობა, ახლო აღმოსავლეთია ლაპარაკი, ესე იგი დაიწყო. მანგასაც აქ იქნა თქვა. კაი, მაგას დავანებოთ თავი. მაგრამ ეცდებიან ყველა ქვეყნის ჩათრევას. მესამე მსოფლიო ომზეა საუბარი. რატომ? იმიტომ რომ ჯერ ქრონოლოგიურად უნდა მოაწყონ ომები, მთელი ქვეყანა არიონ, რაც დაიწყო ფაქტია ეხლა, პროცესში ვართ და მერე უნდა მოვიდეს ცრუ, ასე ვთქვათ, მხსნელი, მათი ენით მხსნელი, რომელიც მშვიდობის ეგიდით მოვა, არ გეგონოს, რომ ის, ანტიქრისტე იქნება არიქა რევოლვერით და იმით. წითელ ღილაკზე ხელის დაჭერით, არა, ის მოვა, რომ აი შევარიგო მოლაპარაკებები, მშვიდობა, მაგრამ ეს იქნება ცრუ. 3 წელიწად ნახევარი იმეფებს. ყველა წმინდა ბერს უწერია ეს. 3 წელიწად ნახევარი იქნება ის თავის ტახტზე და მოახდენს რა ვიცი რას. კი ვიცი მე, მაგრამ არ მინდა ვთქვა, მაგრამ საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა, ნათელი ძალა გაიმარჯვებს და ეს ომი დამთავრდება, რომ დაიწყოს მთელს ქვეყანაზე ისევ და მოვიდეს ოქროს ხანა, იმიტომ რომ იმდენად გავერანდა ადამიანი, იმდენად გაბოროტდა და ისე გადაამეტეს, გავიხსენოთ ეპშტეინის ფაილები, პირდაპირ ვამბობ, ჯერ კიდე 2 მილიონი ფაილი არ არის გამოძიებული. თქვენ წარმოიდგინეთ და ეს რაც გავიგეთ, ხო? ამაზრზენია უბრალოდ ჩვეულებრივი ადამიანისთვის, ახლა მე არც მინდა ვიცოდე იქ რა, ის დეტალები, რაც არის აღწერილი და აი ახლა უბრალოდ მაინტერესებს რა. აი დააყენეთ თქვენი თავი ძალიან ძნელია ახლა ამის, მაგრამ აი მე ვარ თქვათ რაღაც ნათელი ძალების ერთ-ერთი იერარქი, წარმომადგენელი, მთავარი. და ვხედავ ამ ადამიანების ესეთ ახლა იქ იმ სამყაროში ვიცით, რომ დრო და ასე ვთქვათ, მანძილი იქ არ არის, უსასრულობაა, ხო? თვითონ ბიბლიაში წერია, რომ იქაური ერთი დღე აქ 1000 წელს უდრის, მაგრამ გავანებოთ თავი და უყურებ ამდენი ხანი ეს ადამიანები როგორ, ესე იგი, არ მოდიან გონზე და იმის მაგივრად, რომ ესე იგი ჰარმონიულად იცხოვრონ ერთმანეთთან, ესე იგი შეხმატკბილებულები იყვნენ, მეგობრობა ქონდეთ, სითბო ქონდეთ, ურთიერთგაგება ქონდეთ ყველა ცოცხალ არსებასთან და რაც გვაქვს ეს უმშვენიერესი სამყარო თავისი რესურსებით, დედამიწა, რომელიც ცოცხალი პლანეტაა, უვლიდნენ, რეებს აკეთებენ. კაი რა, ეხა იმაზე არ არის საუბარი, რომ ის იმასთან, ეს ამასთან, აღვირახსნილობაზე და იმაზე აღარ ვლაპარაკობ. კანიბალიზმი პატარა ბავშვების, ესე იგი, დანაწევრება და მერე, ესე იგი, მათი
სისხლის დალევა და არ ვიცი კიდე რა, არც მინდა უბრალოდ წარმოვიდგინო. და 1000-ობით კი არა, არ ვიცი, რამდენზეა საუბარი. მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომ ეს ბავშვები ქრებოდნენ, იკარგებოდნენ. და გავიგეთ თურმე. რატომაც. დავანებოთ თავი იმას და ამას ეხა აი ამდენ რამეს როდემდე უნდა უყურონ ნათელმა ძალებმა, გეკითხებით მე თქვენ. აი როდემდე გასაგებია რომ ამდენს გვითმენს და აი ესეთი მოწყალეა, მაგრამ როდემდე ადამიანებო გონს მოდით. აი ამ ჩვენი აი ესეთ უსაქციელობით შეიძლება ითქვას, მე არ ვიცი, სიტყვის განმარტებას ვერ პოულობ, რომ უწოდო იმას რა მდგომარეობაში ჩაიგდეს დღეს ადამიანებმა თავი. აი იმიტომაც ხდება ეს ყველაფერი. და ეს, მე რა გითხარით თქვენ, შეეხება ჯერ ერთი მთელ მსოფლიოს ეს ყველაფერი და მე რატო ხდება რომ ესე იგი გაიწმინდოს, ხო და რო გაიწმინდოს იმ სარეველას რომ უნდა ამოძირკვო ის სარეველა თავისი ფესვიანად, იქ შეიძლება ლამაზი ყვავილიც იყოს იმ სარეველასთან. ხო? და არ გინდოდეს იმის ამოძირკვა, მაგრამ რას იზავ? ხო უნდა ამოძირკვო, იმიტომ რომ ის სარეველაა. გესმით რა ხდება? ამიტომ კიდევ ერთხელ ვიძახი. თუ არ იქნები ღმერთთან, თუ არ იქნები სულიერად რწმენაში გაძლიერებული, იმიტომ რომ ჩვენ ეხლა რეალურად ვერავინ და ვერაფერი ვერ გვიშველის. ჩვენ ვართ ერთადერთი ღმერთის იმედზე. და ამ ჩვენი სარწმუნოების, ჩვენი დედა ეკლესიის, ჩვენი იდენტობის, ჩვენი ტრადიციების, ჩვენი მამა-პაპისეული აი ამ გენეტიკის ამოძირკვა უნდათ აიმათ. ეხა გინდა ის მეძახეთ, გინდა ეს მაძახეთ. ამას ღმერთი არ დაუშვებს. კიდევ ერთხელ ვიძახი. საქართველოში ეგ არ მოხდება. და იმ ქვეყნებს, ვინც აი მსიბოროტეებს ჩადიოდნენ, ხო? და არ გავიმეორებ რას. აი რა ბუმბერანგი დაუტრიალდებათ და რა მოეწევათ, ძალიან მალე დაინახავთ. და მე კი არ მიხარია ეს. არა. მათ თავიანთი ქცევით საქციელით გამოიწვიეს ის წყალდიდობაც, ის ვულკანებიც, ის მიწისძვრებიც, ის სტიქიური უბედურებები და ის ომები და დრონები კიდე ზემოდან, რაც მოხდება. ჯერ კიდე ეს პროცესია დაწყებულია. გავდივართ ამ პერიოდს და რა ვიცი, ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ თქვენ და ჩვენ სრულიად საქართველოს. მარტო ამას ვიტყოდი.